15 და 16 მარტს ხორვატიის ქალაქმა პორეჩმა ჭაბუკ ძიუდოის და ევროპის პირველობას უმასპინძლა. გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორის და ადგილობრივი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელის გელა დალაქიშვილის განმარტებით პრესტიჟულ ფორუმში ბებერი კონტინენტის 37 ქვეყნის 813 კადეტი მონაწილეობდა, რაც ასეთი ღონისძიებებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩემპიონატში ბრწყინვალედ გამოვიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარგზავნილი ევროპის წინა სეზონის გამარჯვებული გიგი კეკვიაშვილი, რომელმაც წონა შეიცვალა და ამჯერად 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან 6 შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, თუმცა ნახევარფინალში მეტოქესთან შეჯახების გამო გადამწყვეტი ორთაბრძოლა ტრავმირებულმა იჭიდავა. სპორტსმენი სამწუხაროდ დამარცხდა, თუმცა ვერცხლის მედალს დამსახურებულად დაეუფლა. ევროპის თასის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ნაკრების ეგიდით 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიგი კეკვიაშვილმა და დაეუფლა ვერცხლის მედალს და დაბრუნდა ხელდამშენებული, ასე ითქვას. ფინალამდე 6 შეხვედრის მოგება დასჭირდა, საკმაოდ ბრძოლები გადაიტანა, ფინალში მოხდა შეჯახება ორივე ძიუდოის შორის და საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, თავი გაიტეხა და ვფიქრობ ეს გახდა მიზეზი, რომ ჩემპიონობა ამჯერად ჩემპიონები ვერ გავხდით. მაგრამ ვერცხლის სასიამოვნოა, იქიდან გამომდინარე, რომ წონა შეიცვალა და მაღალ წონაში იჭიდავა და ეს საჭიროებს ადაპტაციას. ვფიქრობ პირველად გამოვიდა ამ წონით კატეგორიაში და ვერცხლი ევროპის თასზე უკვე საკმაოდ კარგი შედეგია.